მომეცით საშუალება ჩამოვქაცამი, გაცივდა. წისქვილი ჯგუფის 2026 წლის საახალწლო სუფრას დღეს პირველად დააგებონებენ ლელა წურწუმია და დავით ლაბაძე. ნახე, კანი შეხედე. გოჭი მიყვარძალებ. ხმას უსმინე? ჩემი გოჭი მღერს. მე მიჭამია მთელი გოჭი. ლელა გესმის ჩემი საცივი ინდაურის თუ ხარჩო რომელი უნდა იდოს? გემელია. მოყარებია ინდაური და არ ვიცოდი. ახლა ბოდის გიხდი, მაგრამ რამდენიმე კერძი ჩავსვი ჩემი საავტორო მენიუდან. გორის რულეტი. და რა არის დასო? გორისგან სიტყვას დაუფიქრი რა გააკეთა. საახალწლო სულო და გულო. რავალ ახალწლოს. ნახავ. მოგესალმებით წნეთის წისქვილიდან გამომწერეთ. წისქვილი ჯგუფი უკვე რამოდენიმე წელია აკეთებს საახალწლო სუფრებს, რომელიც შეგიძლიათ შეუკვეთოთ და თქვენი ახალი წლის საღამოს დაამშვენებს ჩემი მომზადებული კერძები. მე ვარ ალექს ნათაძე, წისქვილი ჯგუფის ბრენდ შეფი და წარმოგიდგენთ საახალწლო სუფრას. წელს გადავწყვიტე მენიუში შემეტანა რამოდენიმე ახალი კერძი, რადგან საახალწლო სუფრა ცოტა უფრო ხალისიანი ყოფილიყო. წისქვილი ჯგუფის 2026 წლის საახალწლო სუფრას დღეს პირველად დააგებონებენ ჩემი სტუმრები ლელა წურწუმია და დავით ლაბაძე. აქ პირველად ხარ? აქ პირველად ვარ. მარჯვენა ფეხი. ოპა! შემოვედით. სიკეთი აქაურობას გაგაცნობ ჩემ მეგობარს ალექსის. გამარჯობა ალექსი. კარგი რომ მშიერი წამოხვედი. ძალიან საცილო. გოგითხარი, ერთ მშიერ ადამიანს მოგიყვა თქო და ძალიან კარგი. ლელა წამოვიყვა. სანამ საახალწლო სუფრას გავშვი, იქამდე გავიგებ რა არის თქვენთვის საახალწლო სუფრა, რამდენიმე კითხვას დაგისმევთ. კი ბატონო, ძალიან მიყვარს გემრიელი ჭამა. ჩემთვის საახალწლო სუფრა არის დღესასწაული. სუფრა მიყვარს ყველანაირი, ახალი წლის დაბადების დღის, 40-ის, ქელეხის, მაგრამ ახალი წლის მით უმეტეს. მე მგონია რომ დღეს ძალიან მხიარული დღე იქნება, რადგან ორივე ჩემი სტუმარი იუმორის გზნობით გამოირჩევა, ასევე ძალიან გურმანები არიან, ვიცი და მირთმევენ თავის გემოს. ხო, წავრზან. კი ბატონო. ანუ ჯერ დიაგნოსტიკას გვიტარებენ, გაიგე? ხო. ლელა. რომელი კერძის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საახალწლო სუფრა? გოჭი მიყვარს ძალიან. მე მიჭამია მთელი გოჭი. კუჭმაჭი, ნიგვზით მხალეულობა, ნიგვზიანი. აუცილებლად ინდაურისგან ცაცივი, ბაჟეც, ჩურჩხელა და გოზინაყი და ხურმის ხურმისჭირი, აი ხა ხურმის ჭირი. ჩემთვის ახალი წელი ყოველთვის ასოცირდება გოზინაყთან. გიყვარს ხო? ღომი, ანელარჯი, კუჭმაჭი და გოჭი მიყვარს ძალიან და ხარჩო მიყვარს კიდე. აუ, ხარჩო მე გამომჭა, ჩამიმატე რა. საცივი ინდაურის თუ ხარჩო, რომელი უნდა იდოს? ერთ-ერთი. ჩემთვის ხარჩო. შენ ხარჩო თქვი? მაშინ მე საცივს ვიტყვი. ორივე სხვა გადაგვაგდები. წისქვილის საახალწლო სუფრა შევადგინე, რა თქმა უნდა, ტრადიციული მარგალიტებისგანაც და ასევე რამდენიმე კერძი ჩავსვი ჩემი საავტორო მენიუდან, ისეთი იქნება რომ მოგეწონებათ. მე დარწმუნებული. პირველი კერძი ოლივიე. მეც მაგრამ მიყვარს ოლივიე. რა თქმა უნდა, ფხალი, ისპანახის, დავამატე ხის სოკოს ფხალი. მე თვითონ შევაზავე და მოვიგონე გემო და ცოტა მეგრული აჯიკაც დავუმატე და ძალიან ისეთი ცოტა არომატული და ცხარეა. გამომცხვარი გოგრის სალათი არის კარამელიზირებული მსხლით და უბიანი ყველით. ცოტა რომ განსხვავებული რაღაც იყოს. არის ქათმის სალათი. შავი ქლევი მოვაყარე, შებრაწული ბეკონი მოვაყარე და ეს ორი ხორცის კომბინაცია ყოველთვის ძალიან ისე ყვება რომ ფეხზე უნდა ადგე. ლელა. ქათმის სალათი. დაბძანდით. ორაგული ბაჟიში. ცხელებიდან გვექნება ტოლმავაზის ფოთოლში. გადასარევი. ყალია კიდევ, ოდნავ შეცვლილი. ჩვენ გვაქვს ფარშირებული, შებულილი ბულგარული წიწაკები, რომელიც არის ნაკვეთ ხაზაში მწვარი, გასუფთავებული და შიგნით აქვს ღორის მწვადი, ფარშად ქცეული, შეზავებული და ამ ყველაფერს მოყვება მჟავე ვაშლის პიურე. ასევე გვაქვს ხის სოკოს ტერინე, ხალადეც რომ ეძახიან. შეფუთული არის სამარხო ბლინში.
და მოყვება ალუბლის ტყემალი. უკვე ძალიან საინტერესოა. გამომცხვარი ღორის ხვეულა. ეგ რა არის? რულეტი, ღორის რულეტი. შიგნით ჩირების და თხილის და ყველაფრის ფარში აქვს. აღარ შემიძლია დამახრჩონ ერწყმად და ბოლოს ინდაურის საცივი, ცოტა სხვანაირია, ცოტა აღმოსავლური გემოც დაკრავს და ვფიქრობ მოგეწონებათ. მე ხმის გამღები არა ვარ, სანამ სუფრაზე არ გადავალთ, იმიტომ რომ აღარ შემიძლია. ხო. იმედია წისქვილის საახალწლო მენიუ მოგეწონებათ. ამ სუფრის ყველაზე დიდი ხიბლი ის არის, რომ სახლში შეუძლიათ გამოიძახონ და ასე უნდა ვთქვა, სულო და გულო. საახალწლო სულო და გულო. კი ბატონო. მე წავალ სად არის ეგენი? ნუ მე თვითონ მოვიტან, თქვენ არასდროს არ უნდა წახვიდეთ. ისეთი სუფრა დაჯდომად ფეხზე უნდა იდგე და პატივის ცე. თქვენს წინაშეა ჩვენი საახალწლო სუფრა. დღევანდელი სუფრის სასმელი არის ბორჯომი და ბორჯომის ლიმონათები, ქართული ვისკი, ჯიმშერი, ასევე ლუდი ბენედიქტინერი და პროსეკო. იმედია გემრიელად მიირთმევთ. დავიწყოთ. მოდი დავიწყოთ ექსპერიმენტული კერძებით. აჰა, შეხე სოკოს ლა. მშვენიერი. აბა როგორია ლელა მითხარი? ბიჭო, რა კაია. მე ჩუმად ვარ. ძალიან გემრიელია. არაფრით არ ჩამოვარდება ბაბას, სუბუქია და თან ეს მე მგონი ჩი არის? ალუბლის არის. სხვაგან მიყავ ხარ და ძალიან უხდება ეს დრესინგი. საოცრება. მე სოკოც მიყვარს ძალიან, მაგრამ აი სოკოსთვისაც ორიგინალურია. ძალიან გემრიელია. უამრავი რამე. რო არ იყოს გასასინჯი, მე აქ დავრჩებოდი, მაგრამ გადავიდეთ შემდეგ. ღორის რულეტი. აბა, გადავიღოთ და ცოტა соусიც. მართლა? დედარა არის დასო. ეს არის ღორის ტორტი. ნამდვილად. თავისუფლად შეგიძლია სანთლები ჩაარჭო ახალწელს. დაბადების დღე მეულოცო ვინმეს. სასწაულია. აუ რა ნაზია. და როგორ უხდება ეს соуსი? მე არ ვარ ღორის ხორცის მოყვარული, მაგრამ გახდი. ეს არის მართლა საოცრება. ხო მაგარია ალექსი მითხარი. სასწაულია. ღორისგან სიტყვას დაუფიქრდი, რა გააკეთა. ეხლა თქვენ რო გძნობდეთ რა გემოებია და რას უშვება რეცეპტორებს. თორე ოპერატორები დაყრიან კამერებს და შემოგვიერთებიან. საერთოდ არ გავს აი სტანდარტულად ღორის ხორცის კერძს. ძალიან რბილია. ეს არის საოცრება. იმდენად ნამუცხვარი იყო ეს რულეტი, რომ ყველაზე უფრო ჯიმშერი მოუხდება მე მგონი. ვინც ამას ახალ წელს შეუკვეთავს და დაждდება და ესე გემრიელად მიირთმევს, იმ ხალხსაც გაუმაჯოს. ან თავიდან ბოლომდე დაულოცეთ მთელი ეს საწარმოო ციკლი. გაგიმარჯობ. კი ბატონო. ეხლა ჩვენ უნდა ციცაკა ისე საინტერესოდ იყურება. გქონია ვაშლის ისე რო პიურე და დაკეპილი ხორცია შიგნით. ძალიან მაინტერესებს ეხლა აი აქ რა ხდება, აბა. ეს არის მწვადი. მწვადია? კი. აბა როგორია? როგორი გემოაქ არა? ნახე, ეს ბულგარული ბიჭო თვითონ შეუბრაწავთ. კანი გაუცლიათ და თან შიგ თავსი არ არის ტოლმასავით, აი ფარშის მართლა მწვადს გავს რა. ძალიან გემრიელია. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი ეხლა მე ამას, რომ ვაშლის პიურე ესე მოუხდებოდა ხორცს, ბულგარულს. ეხლა ხორცი და ბულგარული ხო, ტოლმა ხო გიჯამია, მაგრამ ეს კიდე რაღაცა სხვაგან მიყავ ხარ არა? სხვაგან მიყავ ხარ, დაგვათრევს ეს პურპარილი გაკეთე. ხანსაც სამგვიყვანა, ხანსაც სამოგვიყვანა. ძალიან გემრიელია, კიდე კაი რო არ გავიყავით. ძალიან კარგი. იყო რა არის. რამდენი ხანია ხო ეხლა აქვს ხედვართ. და აი ეს წიცილა მიყურებს და ელოდება რომ მე მკითხა კაცო ეს ლელაო რატო არის ესე ცივათო
ჩემ მიმართო. ქათამს ჭამენ, ხელით ხო ჭამენ? ქათამს? კი, კაცო, ადრე არ წვავდნენ. საუკუნეების დათასე. ესე მოკარი და კაკა. მაგას არ მოусწრები ვარ მე, მაგრამ აი რა მიყვარს. ამას ვერ გიწილადებ, ეხლა თუ რო გაგიჟდე. კუჭი აიღო, რაც მოვედი მაგას უხურე. ახლა ბოდის გიხდი, მაგრამ ხო და მე ხა კურდომოს ავიღებ და ბარი-ბარში ვიქნებ. კაპან. რა კარგად არის შემწვარი? შეგერგოს დაგლოცავ, მე მოდი გადანახსენსა ვიღებ. ესეთი შემწვარი წიწილა დიდი ხანია არ გამისინჯავს მართლა. ძალიან კარგია. ფერს დააკვირდი რა, როგორი შეკრუწუნებული და არ უნდა მოგატყუოს ფერმა. იქ არის გემო და კრუტუნი. მომაწოდე, აგერ კრუტუნი მომაწოდე გოჭი თუ გოჭი, ეს გოჭი გეძახის. შენც გეძახის დიდი ხანია. ნახე, კანი შეხედე, კანი. როგორ დამასრო ყველაზე კარგი ნაჭრების გადაღება. ერთი წამით გაჩვენდი ხმას უსმინე. შეხედე. მღერის ბიჭო. სხვაგან ხო წაცუნო, შენ ახლა მოგვიარი ხარ მღერი. შენ ხელში ღერი. გოჭი მღერი. ჩემი გოჭი მღერის. კაია. გოჭა ორი მახასიათებელი, ერთია ესა, კანი ესეთი უნდა იყოს. ხელო გაუსო უნდა გაგიჭრას. კანმა. და ხორცი ესეთი დატყვაცუნებული. რა ყასატყუსუნი გადის. გესმის ჩემი. მე მესმის შენი. ძალიან გემრიელია გოჭი. საიდან გააძრე ხა კანი წევრი ნახე მთელი კანი შეჭმო. იცი რატო არა გადმოვატრიალი რო არ დაგენა. რო არ შემხარბებოდა ხო? ბოლოს გადაცემა რო დამთავრდება გამოუძახეთ სასწრაფოს. ეხავე გამოვიძახოთ, იმიტომ რომ წნეთში ვართ და. ეხა კარგათაც რო ვიყოთ, სანამ ისინი ამოვლენ, ყველა ვარიანტში წასაყვანები ვიქნებით. კი. გაგვიმართოს. დათო გველოდება. მე დუალოდინებთ. ისე პირდაპირ იდგე. პატარა ნაჭერი მინდა ავიღო, აი ეს. აი ასე. რა გემრიელია. გემრიელია. მოყარებია ინდაური და არ ვიცოდი. მე როგორ მიყვარს იცი? ესაც მიყვარს პურით რომ მოიწებ რა. შენ არ გიყვარს ესე რომ მოიწებ? ეხლა თემი ქვეყანა გიყურებ და მარტო რო ვარ, მიყვარს. ძალიან გემრიელი იყო. კი, ძალიან გემრიელი. ამაში 5 ქულა ალექსის, მოდი ბორჯომი. ბორჯომი არის მართლა ღვთაებრივი სასმელი. აი სულ თვალი გამირბოდა, ფიქრობდი როდის გავა, მოვა ის დრო, როდესაც მივიდოდი გოზინავზე და აჰა დადგა ეს დროც. რანაირი ხმა აქ ნახე. აბა, ესეთ კვილად ვიყოთ. მე მიყვარს ესეთი წელვადი როა. ნახვამდის. აღარ მესმის მოსმედება. რამეს გვეტყვი? დათო შენ დამთავრე წადინელა მე აქ დავრჩები ცოტა ხანი. ვინც ჩემსავით შეხვდებით არასახლში, ანუ ვოთ არგცალიათ იმისთვის რომ მოამზადოთ საახალწლო სუფრა, შეგიძლიათ შეუკვეთოთ წისქვილში. მართლა აი ეს საოცარი კერძები დაამშვენებს თქვენ საახალწლო სუფრას და მართლა საოცრად გემრიელია და ვინც არ იქნებით სახლში, შეგიძლიათ მომბრძანდეთ 31 დეკემბერს წისქვილის თეატრში, სადაც გაიმართება ჩემი და ჯგუფი ჩვენი ბენდის სოლო კონცერტი. ერთად შევხვდეთ 2026 წელს. რომელ საათზე მოვიდე 31-ში? 31-ში ერთად შევხვდებით ახალ წელს. შვენიერი კაცი. მოვედი. აბა, როგორ მოგეწონათ? რას გვერჩოდი?
ალექს. ესე იგი ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ძალიან კარგი. ძალიან გემრიელი ხო. დამოგე. ხა ჩვენ ბევრი კერძი ვერ დავაგემოვნეთ, იმიტომ რომ წარმოუდგენელი სუფრა არის. ხა ეს ყველაფერი რომ თითო-თითო ლუკა გასიჯო. ვერ დაგმოდავ. ძალიან გაგვიჭირდებოდა და ძალიან გული მტკივა, მაგრამ რა ვიცი, ამოვალ ხვალ. ხო და თუ ესე ყველაფერმა კარგად ჩაიარა და გემრიელად ერთ ჯიმშერი დამისხი და მრავალ ახალწელს. მრავალ ახალწელს. გაგიმარჯეთ. ეს სოკოსი ხო არ არის? სოკოსია? ლეკაი დაუჩი. ხო სასწაულია. ჰა? დღევანდელმა დღემ კარგად ჩაიარა. ახალმა კერძებმაც მოწონება დაიმსახურა და მე ორმაგად ბედნიერი ვარ. ვისაც დაგაინტერესათ წისქვილი ჯგუფის საახალწლო მენიუ, შეგიძლიათ სახლში გამოიძახოთ. არ დაგავიწყდეთ წისქვილი ჯგუფის YouTube არხის გამოწერა. მე არ გემშვიდობებით, შევხვდებით 2026 წელს.